მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. მოკლედ დღეს მიხვდით, რომ პარასკევია და მე გია ჯაჯანიძე წარმოგიდგენთ ჭრელ პარასკევს და მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ლამაზი, ჭკვიანი, ერთგული, საიმედო ადამიანი თეკლა გეთიაშვილი, NLP სპეციალისტი, NLP ფსიქოლოგი და ძალიან ბევრი რეგალიები აქვს და ამიტომ ამით შემოვიფარგლებით და ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ. თეკლა, მოგესალმები. მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, იმიტომ რომ იცი როგორ დიდ პატივს გცემ და საერთოდ ვიღარ ჩემთვის. მოკლედ, საერთოდ რომ გაგაცნო ჩემი გადაცემის მიმართულება, მე ამ ბოლო დროს მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ორიენტირი ჩემს მსმენელზე, მაყურებელზე და ვაჩვენო ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს წარმატება და როგორ გაიარეს, როგორ მივიდნენ ამ წარმატებამდე. და თან ყველაზე საინტერესო რატომ არის თქვენთან ინტერვიუ, რომ თან მოგვიყვებით, თან განმარტებას მოგცემთ, როგორ გავხდეთ ჩვენ წარმატებულები. მოდი დავიწყოთ თავიდან. როგორი ბავშვი იყო თეკლა? ლამაზი. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. სხვათა შორის ცდილობდნენ რომ ყოფილიყავი, დედის ერთა ვიყავი და ცოტა ისეთ პერიოდში 77-იანი ვარ, რა არის დასამალი და ეს 90-იანები ისეთი დამემთხვა. მე ვერ ვაკლებ და ვერ უმატებ და ამიტომ ბევრი. შესაბამისად 90-იანები ისეთი დაგვემთხვა, რომ ყველაფრის საშიშროება რო იდგა, კი მოგეხსენებათ და ჩემს სიტუაციაში ის რომ გოგო ვიყავი, ის რომ ცოტა ისეთი წარმატებული ოჯახის შვილი ვიყავი, აი ყველაფრის, ყველანაირი გატაცების საშიშროება მედგა და ამიტომ სულ მაგალითად გარეთ მიშვებდნენ უბანში მეზობელთან 7 წუთი, 13 წუთი არ უნდა დამემგვალებინა და რაღაც ეს თითქოს დისციპლინას რო გამოგიმუშავებენ და სულ ვიყავი ჩემმა ქმარმა იცოდა ხოლმე თქვა კოლბაში გაზრდილი ბავშვი ხარო რა, იმიტომ რომ ყველაფერზე რაღაც ზედმეტად რომ გფუთავენ და ზედმეტად რომ უნდათ რომ სულ ბამბებში იყო და არ მოგწუდეს არანაირი გარე და ამას ვერ ხვდებოდნენ რომ იმუნიტეტი საერთოდ ნოლი მქონდა. ანუ სულ ვამბობ რომ მე ვიყავი უიმუნიტეტო ბავშვი და ახლა ამის თქვა მინდოდა მოკლედ და მე უკვე როგორ განვითარდა უკვე ცელქი არ იყავი? არანაირად. აი ვიყავი მე ამბოხე შიგნი, მაგრამ ეს ამბოხი მქონდა როგორც და მე აღმოვაჩინე, აი ბოლო წლებში აღმოვაჩინე რომ ოთახში მარტო რომ დავრჩებოდი, აი ეს თვალები რომ დაგთამაშეს რომ რა გავაფუჭო. აი იმდენად ის დამიტოვა რომ მარტო რომ ვიყავი სულ მიდოდა რომ რაღაც გამეფუჭებინა ხოლმე, იმიტომ რომ არ მქონდა ამის საშუალება. აი მაგალითად ცელქის იქეთ გაკვეთილი რომ არ ხუთიანი რომ არ მიმეღო, ამისთვის შეიძლებოდა ისე დავსჯილიყავი და ისე დასჯა ეხლა ნუ არ არის რაღაც მაინდა-მაინც ის ძალადობა ხო არ არის დასჯა შენ ყველაზე მეტად რაც გაწუხებს და ის 7 წუთით რო არსად აღარ გაგიშვებენ და შენი მეგობარი რო ვერ მოვა ის 7 წუთით უნდა აი ესეთი დასჯები იყო რომ მაქსიმალურად ვცდილობდი ყოფილიყავი ძალიან ხუთოსანი და ყველაფერში ძალიან ხუთოსანი, ამიტომ ვერ ვიყავი ცელქი. მაგრამ სადაც შევძლებდი ერთი პატარა ნიუანსი თუ შეიძლება რომ მოუყვე არ მახსოვს რომ კლასში ვიყავი, ჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა მამა ჩემი მოიკითხა ქალბატონმა და ეს ძალიან ცუდად მენიშნა, არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო და ძალიან მიყვარდა. რატო? არ ვიცი, აი ვიეჭვიანი რა მოხდა, არ ვიცი და ოღონდ გამორჩეულად ვყვარდი ამ ქალბატონს და ის იმდენად მეგონა რომ არაფერს არ ვიმსახურებდი ასეც ჩემი სიყვარული. რამდენი წლის იყავი? მაშინ ვიყავ სადღაც 12-13 წლის. და მეგონა რომ მამა ჩემის გამო ხომ არ ვუყვარვარ და რაღაც ესეთი მსგავსი და ბავშვები ავძვერით ჩვენი სკოლის ეზოს მიღმა იყო სტადიონი და ვუყურებდით ბიჭები როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს, გოგონები ვართ ამძვრალი და ყველა ჩამოხტა რომ დაინახეს ეს მასწავლებელი მკაცრი იყო და მე ხომ მახსოვდა ეს და
უთხარი რომ ვერ ვხტები მეთქი და ჩამოხტიო მე და გიჭერო და ისე ჩამოხტი რომ დავეცი ამ ქალს და წავაქციე. აი ეს რაღაცა შინაგანი რაღაც პროტესტი გამოვხატე. არა და ისე მიყვარდა, მე ძალიან ვეფერე, მე ძალიან მოუარე, მაგრამ იმ წუთას აი ეს მომივიდა რა რაღაცნაირი, აი თითქოს შურისძიების იმპულსი და ეს იყო სწორედ იქედან რომ მე არ მქონდა ცელქობის საშუალება და უკვე აი რაღაცა გაფუჭებებზე გადავდიოდი. კი ხუმრეო, ლამაზიო, მაგრამ ნუ ეთყობა ლამაზი ბავშვი. ეთყობა, შეიძლება. ბევრი შეყვარებული ყავდა სკოლაში. შეყვარებული არ მყავდა. ანუ ბევრს უყვარდი? კი, აი მაგალითად პირობითად შეიძლება ითქვას, რომ კლასში თითქმის ყველას, ასევე აი სკოლაში ძალიან ბევრი ბიჭი და სულ ჩხუბი იყო და ეს ძალიან მომწონდა. აი ძალიან მომწონდა. ჩემ გამო რო ჩხუბი იყო, ან მამა ჩემი რო ჩემ გამო ვიღაცას ცოტა ისე, აი ყველაფერი მომწონდა, რაც მაგასთან კავშირში იყო რა. ზედმეტად ფემინური და ზედმეტად ბრანჭიო ვიყავი რაღაცნაირად. ეს ვიცოდი, აი რაღაცებში თუ ფიქრობდი რომ აი ან არ მეკუთვნის, ან არ შეიძლება, ან არ ეს ჩემი ვიზუალის ფასი მაშინ ვიცოდი. ეხლა ყველაფერი ერთად ვიცი. მაშინ მხოლოდ ვიზუალის ფასი ვიცოდი. იცი რა, ნახე ძალიან მაინტერესებს ერთი რამ, ნუ თან მაყურებელს და მსმენელს ვეტყვი, რომ მე თავიდან გიპოვე სოციალურ ქსელში გიყურებდი და ბევრი რამე, პირველი რა გავიფიქრე, იმას გეტყვი. მე არა მაქვს ის სტერეოტიპი, რომ ლამაზი khali ქერქეტაა, არა მაქვს ეს. მაგრამ აი ის ჭკუა, ცოდნა, განათლება, ყველაფერი ჩანდა და პირველი გავიფიქრე რა. ნეტა აი ეს ჭკუა, ეს სწავლება, ეს დამოკიდებულება მან შეიძინა ცხოვრებიდან თუ მიიღო განათლება, ვერ მივხვდი. იმდენად აი ნატურალური მაგალითები მოყავდა, რომ თან ვფიქრობდი თუ ეს ყველაფერი ისწავლა, ეს მაგალითები როგორ მოყავს. ანუ ასე გაიარა მთელი ცხოვრება, რომ ამდენი იცის და აი ამ და რამოდენიმეჯერ გავიფიქრე და ჩემს მეგობარს ვაჩვენე, გაუგზავნე ვიდეო და მითხრა რომ მე ვიცნობ. ვენგო ლომთაძე, არაჩვეულებრივი ბიჭი, აი განათლებული, ძალიან მაგარი და აი მიყვარს ესეთი ახალგაზრდები, რომ აი პერსპექტიულები და სულ ცოდნაზე რო არიან ორიენტირებული. და ძალიან გამიხარდა, რომ აი ესე მორიდებული ვარ, რომ აი გამარჯობათ, იცით, მე ესა ვარ, თქვენი გაცნობა მინდა. ნუ ყოველ შემთხვევაში იმას ვერ გეტყოდით საღამოს რასაკეთებ. მაგრამ ჩემთვის იქნება სრული შოკი თქვენი ზარი რომ შეფასულიყო გამარჯობათ. ხო და აი ესე გავიცანით ერთმანეთი ძვირფასო რადიო მსმენელებო და Facebook გვერდის მაყურებელო. ამას წინათ ერთმა რესპონდენტმა გითხრათ, რომ ჩემი შემოქმედებითი მამა ხარო და აი არ ვიცი, ნათლია მამა ყველაფერი ხართ, იმიტომ რომ წეღან რაზეც თქვით, რომ ერთგულიო არ შეიძლება, გია ჯაჯანიძეს იცნობდა და არ ერთგულო, იმიტომ რომ იმხელა დამსახურება გაქვთ, ხა მე ჩემ საქმეს ვაკეთებდი და გავაკეთებდი და გავაგზელებდი, მაგრამ მე ხო ვიცი ვინ დამინახა, როგორ დამინახა, მე რა გააკეთა და ამას მე ვხედავ ძალიან დიდი ხანია და ამისთვის არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა იმ თუნდაც პირველი კომუნიკაციისთვის და იმის შემდეგ სულ დღემდე. მადლობა ჩემგანაც იმისთვის, რომ არ გამიცრუვდა იმედი. ანუ არის ხოლმე ესეთი რაღაცა, გაგიჟდი, გადაირიე, ნახე, არაფერი ისეთი, მაგრამ აი ის რაც მქონდა და მე რო გნახე, ის ორივე ერთნაირად ძალიან მიხარია და ყოველთვის მიყვარს შენთან კომუნიკაცია. ხო, ესე რასაოცარია. ეთყობა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეგიძლია გაშინაურება თუ პირიქით გააშინაურო ადამიანი, ეთყობა მაინც რაღაც დისტანციას აკეთებ, იმიტომ რომ
რამდენჯერმე აი შეიძლება წამომცდა თქვენობით. აი ვერ მეც მე უკვე იმ ტემპერატურაზე გადმოვდივარ. ხო და ნუ თქვენ შენ თქვენ და ასე შემდეგ და ნუ ვიყოთ ასე სანამ თეკლა რა მინდა გითხრა აი პირველი ადამიანი გაიხსენე რომელსაც აი დაჯექი და მოდი ბრჭყალებში ვიტყვი დამოძღვრე ანუ რომ მიეცი მიმართულება არ და რატო გეკითხები ძალიან მოკლედ გეტყვი მე წლების წინ ძალიან ბევრ ადამიანს ვიღებდი მყავდა ბევრი პაციენტი და ხო და ზოგჯერ ისეთ რჩევას მივცემდი ვფიქრობდი რომ უი ეს მე მჭირდება მეც ხომ მჭირდება ეს ბატონო ეს ასია ძირითადად ხო და ეს არის გასაოცარი რაღაცა მოდი გაიხსენე პირველი აი ღელავდი ვინ იყო სახელმწიფო რა თქმა უნდა ხო არა პირველი იმას ვიტყვი საიდან დავიწყე ეს აი ვინ იყო ჩემი ინსპირაციის წყარო ასე ვთქვათ დედა ჩემი მიუხედავად რომ ძალიან მკაცრი იყო და მოსამართლე პროკურორი ესეთი სულ ესეთი ისინი ქონდა თანამდებობები სახლში დღემდე ვიძახით რომ დღემდე 80 წლის არის და სახლშიც მოსამართლეა თქო და ქონდა სულ ეს რაღაცა რომ როცა გეტირებაო მეუბნებოდა რაღაც რომ გაწუხებს და გტკივა და გეტირებაო ტკირილი ხომ ის ემოცია რომ რაღაც უნდა გამოხატო რომ ეს ტკივილი ჩაიხშო შენ ადექი და იმღერეო ესე მეუბნებოდა ხოლმე იმღერე ემოცია გამოვაო და სამაგიეროდ შენ twins მოატყუებოდა ეხლა ვეკითხები რომ მე ხო ეს ყველაფერი ვისწავლე და მართლა ასე იმიტომ რომ სარკისებრი ნეირონი ატყუებს მე შენ twins ამიგდალას იმ შოთვით უნარს ეს თელი აი სისტემა არის და შეიძლება twinis მოტყუება რა თქმა უნდა ჩვენ twin ხო twinოა ყველაფერში შეიძლება ის აფირმაციები რასაც აკეთებენ და ეს აბა მოტყუება აბა რა არის რეალურად აპროგრამებ და დღეს რო ვეკითხებ მე რა ვიცოდი კაცო ისე ვამბობდიო მაგას ვადო რაც გამოიარა იმას ამბობდა და ძალიან მაგრამ მუშაობს მე ისა მაგალითად რას მიკეთებდა როცა გაბრაზდებიო და ენა გაკ შემოსატრიალებელი ვიღაცისთვის ომეწყო და წადი წყალი ჩაიგუბე პირში და რეალურად მაგუბებინებდა ხო მე ჯეკი ესე და აი წყალი პირში ჩაიგუბე მე პირდაპირ გაგებით მაქვს გადმოტანილი ჩემ თავზე და ესეთი რაღაცები თითქოს აი გამწუთნა რასაც ქვია როგორც ახლა ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ემოცია უნდა გამოუშვათ არ შეიძლება დატოვა პირდაპირ ფსიქოსომატურად ურტყავს მაგრამ რეალურად ეს რა ემოციას გამოუშვებ როგორ გადატრიალებ ამ ყველაფერს და შენსკე როგორ მოატრიალებ უკვე არის შენზე დამოკიდებული და ამან ძალიან იმუშავა აი წეღან რაც თქვი რომ სწავლა და ის შერწყმა აი ამას გავეცი პასუხი ძალიან ისეთი მარტივი იმით რა რაღაც რო გავიხსენე და რაც შეიძლება ხა პირველად მე ხო ვდებდი ესე ვიდეოებს და გადაწყვეტილი მქონდა რომ უბრალოდ ვიდეოსთვის იყო და რაღაცნაირად 3 ნახვით დაიწყო თავიდან და 30 გამომწერით და მე უცებ რო გავარდა და რაღაცა ერთ დღესაც დამიკავშირდა ერთი გოგონა დღემდე ამდენი წელია მომყვება ოღონდ თან რომ მეპატიჟებო საქართველოში არ ცხოვრობს და ანუ უკვე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ეს გოგო დამიკავშირდა და მითხრა რომ ნუ თან ისეთი ძიმე кейსი ქონდა რომ აი სუიციდი და მთე ყველაფერი რო ჩართული იყო მეთქი ამას მე ვერ მოვკიდებ ხა ხელს გამორიცხულია და დამემუქრა და ეხლა გავსი რაღაცები ჩემზე აღარ მუშაობს მაგრამ მაშინ შემეშინდა მე თავს მოვიკლავო და დავწერო რომ შენ რო არ მიმიღეო იმიტომ და ნამუსი შეგაწუხებსო თორე იმანაც იცოდა რომ რაღაც და იმდენად დავიძაბე და იმდენად უთხარი რომ მაშინ მოდი ესე გავაკეთოთ მე შენ მოგისმენ ოღონდ წადი შენ ფსიქოლოგი აიყვანი უბრალოდ ჩვენ ვილაპარაკოთ ვიმეგობროთ და აი ასე დავიწყეთ თავიდან აი ესე ქუჩიდან მოსული და უცხო ადამიანი თუ იმეს ვიტყვით მაგრამ ერთი რაც თავარია იმ დღესაც ზუსტად აღნიშნავდნენ და მე არავის არ ვარიგებ არავის რჩევას არ ვაგზავ არ ჩვილებს არავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მეგობარი ვერ იტყვის რომ აი რომ შედვართ და ვსაუბრობთ და რაღაც რომ აი თეკლა გამოდგა ეხა და აი ცი რა შენ ეხა არასოდეს არ თუ მკითხავ აუცილებლად გიპასუხებ დაგიდგები გვერდში ყველაფერს აგიხსნი ის რომ მე გამოვხტე და რაღაც აი თუნდაც შვილებს ჩემი აზრი მოვახვიო თავს და უთხრა რომ ეს ასია და ასე გააკეთეთ ან თუნდაც მე შენ გირჩევ არა კითხავს თვითონ კითხავს და მე გავცემ პასუხს თუ არა და ესე იგი არ ჭირდება ვერც გაიგებს
მე თუ არ მოხვედი ჩემთან და არ მკითხეთ ეკლა რა გავაკეთო, მე შენ რაც უნდა გელაპარაკო, ვერ გაიგებ უბრალოდ, არ ხარ მზად. მე მინდა რომ გკითხო ერთხელ მოვიდე. რა უნდა ვკითხო? აქეთ უნდა ვკითხო. აქეთ უნდა. რა გავაკეთო? ხო, მე მინდა რაღაც კითხო შეიძლება? აბა მკითხე. თან მინდა რომ ცოტა ისე კითხო, რომ არც გაწყენინო. არა, იცი რა, მოგეხმარები, არ მეწყინება. ხო, ანუ ნახე, არ გაწყენინოზე მიხვდები რატო არ მინდა რომ ვიცი როგორი ხასიათიც გაქვს, ანუ საუკეთესო და ვიცი როგორ უფრთხილდები ყველაფერს გარშემო და ამიტომ მე რამდენადაც შორიდან ჩანხარ ყველა მეუნება რომ აი მეცხოვს სანამ გაგიცნობი ხო ესე იყო რომ იდეალურად და აი ძალიან საყვარელი და ძალიან რაღაც, მაგრამ რამდენად ეხაც მეუნება ხო ძალიან საყვარელია ჯაჯო, ხშირად რომ ჩანვართ რაღაცნაირად ყველას ეს შეკითხვა აქვს და რამდენადაც გარედან ჩანხარ, იმდენად შინაარსიანად საყვარელი და ადამიანი ხარ, უკვე ახლოს რომ გაგიცნობს ადამიანი და რაც დაგინახე და გაგიცანი და ვფიქრობ, რომ არ მიჭირს ადამიანების გაცნობა, არის ის, რომ საოცრად ნათელი ადამიანი ხარ. აი, კაშკაშებ და სიყვარულს აფრქვევ. არ ვიცი ეს სიყვარული რამდენად უპირობო, იმიტომ რომ მე არ მიყვარს უპირობო სიყვარული. მგონია, რომ ცოტა იმაში გადადის მერე რა. უპირობო სიყვარულს თუ საჭირო იქნება, მე ავხსნი კიდეც რას გულისხმობ რა. 10ჯერ გადამივლის, ეხა ბოდიში მე-11-ად გავეცლები და არ ვიტყვი რომ მიყვარს და იმიტომ ვიტანთქო რა, აი ამას გულისხმობ. და რასაც ხედავ, საოცარს აფრქვევ, ასხივებ, ეხმარები ადამიანებს, რაც აი შეგიძლია თუ არ შეგიძლია, უცებ მომართული ხარ. ეს რაც მე დაგინახე. ამაზე ვთქვი, რომ არ გეწყინოს თქო რა, რომ ესე რომ დაგახასიათებ ღიად. ძაბავ. ხო, ვიცი და ამას უკავშირს, რომ ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მომიტანა ეს შეკითხვა რა, უკავშირს, რომ ცუდს იღებ, არ იღებ კი არა, ცუდს იღებ უბრალოდ და გული რო გწყდება. აი ამას რას უშვები? იცი რა, ნახე, თვალები დამისველდა ეხლაც. გეტყვი, ძალიან საინტერესო რაღაცას, ამასაც მოკლედ გეტყვი. მთელი ჩემი ცხოვრება ვეხმარები ადამიანებს ისე რომ აი გზა გაუყვალო, გვერდით დაუდგე, ჩემი საქმე გადავდო, რაღაც აი ესეთი რაღაცა და ესე ვიყავი მომართული. და არაფერს არ ვითხოვდი გარდა სიყვარულისა, იმიტომ რომ ეს მოთხოვნაც არ ვიცოდი რა უნდა მეთხოვა. და დავეხმარე წყვილს შეუღლებაში, კარიერაში, ყველა, ერთი სიტყვით ძალიან ჩემთვის რო ვერ გამიკეთებია, ისეთი რამეები გავუკეთე. და ერთ მშვენიერ დღეს სადღაც სიტუაციაში ვნახე და არ იქ უკვე ესენი ისეთ სიმაღლეზე იყვნენ, მე დაბლა ვარ და თავი დამიკრეს, არც გამიღიმეს და მეც თავი დაუკარი, უცბად მივხვდი, იმერელი ვარ და საერთოდ პერიფერიიდან წამოსულ ადამიანებს ბრძოლის უნარი აქვთ, უცბად მოვწვი სიტუაცია და მეც თავი დაუკარი, დამთავრდა. წამოვედი, დამემართა სპაზმა, ვიხრჩობი, აი ჰაერი აღარ ჩამდის, აი ვკვდები, ისევ ცუდად ვარ, გამოვაღე კარები, გავედი აივანზე და ვფიქრობ, რომ ღმერთო არ მოვკვდე, რომ აი ამ ის მეტკინა და უცბად აი ტვინმა, აი მაშინ გააღო. ეთქობა რო არ მომკვდარიყავი, რომ მე ხო იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მადლობა ეთქვათ, გაეღიმათ, სწორად იქნება რა წყობდათ იმათ და დავიწყე მათი გამართლება. და ამის შემდეგ მე ვაკეთე ესე ვისვრი, ყვავილებს გინ დაიჭირე გინ არა. და მე უკვე გადავედი იმაზე, თუ რამე მეწყინება, ვამბობ პირდაპირ. ჩემთან ტერმინი არ არსებობს უმადური, დაუნახავი, არა. მე ვიცი, ვისწავლე საკუთარ თავში ნეტარება, რომ ვაკეთო და მიხაროდეს.
აი ერთადერთი, აი ყველაფერს ვპატიებ ადამიანს. ჩემთვის ჩუმად გაუგებარია ერთი რამე, რომ გეუბნები, რომ ბედნიერი ვარ და მართლა ბედნიერი ვარ და რო არ გჭერა ისე მიკვირს. გაოცებ, აი შენ ეტყობა იმდენი ტანჯვა გაქვს, სულაც არ მიტანჯია. ეძებენ ხოლმე იმის. არ მიტანჯია, არა, იმ დროსაც ბედნიერი ვიყავი, როცა მქონდა ძალიან მინიმალური. და აი ეს არის, არ ვიღებ. დაენუ მივიღებ, ესე ვიყო. და აი ესეც მაბედნიერებს, რომ ესეთი ვარ. სწორი არის და იმიტომ რომ საკუთარ თავს აღარ აყენებ ამის ზიანს. ჯერ ერთი ზუსტად მოყვები, აი ყველაფერში ზუსტად მოყვები, რაც თქვი ხა, ელემენტარული რაღაც არის. მე რომ სიკეთეს ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მსიამოვნებს. და იმას რომ ვუკეთებ, მე იქ რომ იმაზე ფიქრი დავიწყო, მე იმან ეხლა როგორ გაიგო და ეს აღარ არის. უკვე ჩემი სიამოვნება აღარ არის, მე უკვე ვიტანჯებ იმაზე ვარ, რამდენადაც ხო ადამიანი მაწყენინებს, მატკენს, გამაბრაზებს, თუ რაც იქნება, ანუ მე ჩავთვალოთ, რომ მაშინ ის მმართავს. და ჩემი აღარ მაქვს არაფერი. მე თუ გავბრაზდი ხა შენზე, მაშინ შენ მართავ მე და მე ვეღარ მართავ ჩემს. არა, მე ისე შემიყვარდა ჩემი თავი, რომ რაც არ უნდა მითხრა და მეძახო, გულს აღარ ვატკენ ჩემ გულს, მიყვარს ჩემი პაწია გული და იცი რა არის, საერთოდ ადამიანები აი ყველა ხო მართალია. ყველა ხო აი კეთილია. და ეს ბოროტი ადამი რომ სადღარია. ხო, შედარხარ, მე არ ვარ, აბა ვიღარი. ამიტომ რაღაცა აი ძალიან მაგარ პალასაზე ვარ, აი ძალიან ბედნიერი ვარ. ყველა ადამიანში არის აი ეს შავიც და თეთრიც, ხო? რეალურად ზიმბარდოს აქვს თვითონ ამერიკელ ძალიან აი მაგისი კვლევები აქვს საერთოდ ციხის ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული და კიდე ბევრს აქვს ეკვლევა რამდენად რა დოზით და რა პროცენტულობით აქვს ადამიანებს სისასტიკე. ყველა ადამიანში არის ერთნაირად, უბრალოდ ვის, როდის, რა და რას თვითონ რას დაამუშავებს. პირობითა და ბოროტი და კეთილი თანაბრად გვაქვს. თავარია მე საით წავიყვან ჩემ თავს, თორე ყველა შეუძლია ბოროტების გაკეთებაც, უბრალოდ მე არ უნდა ვიყო ორიენტირებული იმ ბოროტებაზე, რატომღაც მე არიან, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ ზდიან, საკუთარ თავზე არ ზრუნავენ, რომ არ მუშაობენ და მე უკვე გიათ, ეკლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველა დამნაშავეა მათთან. აი ეს არის პრობლემა. მათი. იცი რა მაინტერესებს? ხო არის დაღლაც და აი ისმენ ადამიანის ცხოვრებას არის ბანალური თან ეს ადამიანი რაღაცა საშუალოდ აზროვნებს არ იღლები ხოლმე. იცი რა, იმდენად ჩემი ასე ვთქვათ საქმიანობის თავარი ბენეფიტი არის უკუკავშირი არა იმის მადლობა პირობითად ისიც ძალიან კარგია და ძალიან მსიამოვნებს რომ ვოისებს და მესიჯებს და რომ ირეკავენ, მაგრამ ის რომ ვნახე რომ რაც აწუხებს იმისთვის არის ის ყველაზე დიდი პრობლემა. შეიძლება ძალიან ბანალური რაღაც ჩვენთვის აწუხებდეს, მაგრამ იმისთვის იმხელა რომ ვერ აიტანა და მოვიდა და ამაში ფულს იხდის რომ შენთან უნდა მოვიდეს და რაღაცა დაცალოს და ერთნაირად უნდა მოусმინო იმასაც და ერთნაირად უნდა მიიყვანო ოღონდ რჩევადარიგებების გარეშე თვითონ უნდა მიიყვანო იქამდე და ამიტომ ყველა ადამიანის თუნდაც ეგ ბანალურობა ძალიან საინტერესოა რომ აი სად გადის ამის ზღვარი ყველას ვუყურებ ხოლმე რაღაცნაირად და თითქოს ახალი ცხოვრება იბადება ჩემთან ერთად, იმიტომ რომ რეალურად იბადება, აი ახალი ადამიანი თითქოს იჩეკება ჩემს ხელში და ამა როგორ შეიძლება რომ დამღალოს ესეთი ბედნიერი ვარ, არის ხოლმე ძალიან დიდი ტრამვებით რომ მოდიან ძალიან, ერთი მყავდა მაგალითად 4 საათი დავდიოდი იმის შემდეგ რომ ეს გადამემუშავებინა, იმიტომ რომ ერთი ჩააკვდა ხელში შვილი, მეორე ანუ აი საოცრებები რომ გადაიტანა და ეს დედა რომ შენ თვალწინ ტირის და მოთქვავს და ბოლოს რომ მიდის და მუხლებზე რომ ესე გეხუტება და შენ ხარ ჩემი მხსნელი, იმიტომ რომ დაცლილი მიდის. შეიძლება ბევრს კი არაფერს უკეთებ იმ დროს, მაგრამ სწორ მიმართულებებს რო აძლევ, თვითონვე პოულობს მე ამ დროს რა გზას.
და აი ასეთი ადამიანი რომ მოდის კი ბატონო ბედნიერს უშვებ იმ წუთას რამდენადაც შესაძლებელია მაგრამ შენ ეს ტვირთი ვერსად უნდა გამოიტანო და მივლია აი 4 საათი მივლია ერთი მახსოვს ძალიან ადრე აი ვიქნებოდი 23 წლის რაღაც ფილმი ვნახე ფსიქოლოგზე და ეს ის პერიოდია როცა უკვე ფეხს ვიდგავდი და ადამიანები მეკითხებიან ეს როგორ გავაკეთო რა ვქნა როგორ ანაირად და ვნახე ეს ფილმი და გავოცდი სასწაული ფსიქოლოგი ესე იგი ისეთ რაღაცებს უკეთებს ადამიანებს აი როგორი აი ჩიხიდან გამოყავს და აი ის არის რომ ფსიქიატრიული პაციენტი უნდა გახდეს და ეს გამოგლიჯავს ხელიდან რაღაცა და მოკლედ მთავრდება ესე რომ ბოლოს სახლში მიდის და აღებს კარებს და აქ ერთი საწოლი და რაღაც კამი მაგით აი უღატაკესი ოთახი აქვს და ჩემი რეაქცია და ჩემი შიში რომ ამას თავისთვის ვერ მიუხედია და ვის როგორ შველის ამ ხალხს გადის დრო და ვნახე ისევ ეს ფილმი საინტერესო არაფერი არ აინტერესებს ამ ადამიანს ის არის ბედნიერი იმ სკამთან საწოლთან ერთ მაგიდასთან და ციგნებთან და ამას ვერ ხვდები როცა ხარ ახალგაზრდა მერე უკვე მე მომიხდა ყველა ციგნის თავიდან წაკითხვა იმიტომ რომ სულ სხვა იყო და სულ სხვა იყო მერე მაგრამ დავრჩი ზღაპრების ერთგული 20 წლამდე ჩვენ მქონდა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და მე ჩემმა ფანტაზიორობამ რომელიც ეთყობა ამ ზღაპრებიდან შევიძინე იმ ხელა ცოდნა მომცა რომ სასწაული და ამიტომ მე ჩემ ცხოვრებას თუმცა განათლებას და დაკვირვებას ორ ეტაპად ვყოფ მკვახე და მერე უკვე დამწიფებული როდემდე სწავლობს ადამიანი რომელ ასაკამდე რას ფიქრობ თუ იუნგს დავესესხებით ამბობს რომ ცხოვრება იწყება 40 წლიდან იმიტომ რომ მანამდე ექსპერიმენტებია მაგრამ არც მან არ თავდება ყოველ ახალ ეტაპზე ყოველ ახალ წელს და ახალ რაღაცა გადადგმულ ნაბიჯში ხვდები რომ ან გუშინ საერთოდ აზრზე არ ყოფილხარ და დღეს გაიზარდე სულ სხვადასხვა ცნობიერება გაქვს აი ჩემი პირადიდან რო დავიწყო არასწავლებით და არა იმით აი მარტო ჩემ პირადზე რო ვისაუბრო აი გუშინ წინ თუნდაც აი ის ფსიქოლოგიის წიგნები რო გამიგია აი რა ზუსტად რასაც იცახი რომ გამიგია დღეს რომ მკითხულობ ახალ განასხვანაირად მესმის და უი ეს გუშინ წინ რა ვთქვი და გუშინ რა ვთქვი არა დღეს ზუსტად ვიცი რომ კიდე ახალს გავიგებ და ხვალ რო წავიკითხო და რომელ წელსაც წავიკითხო ანუ სულ სწავლობ შენივე პირველ რიგში გამოცდილებიდან ერთი რამის თქმა მინდა მაყურებლისთვის რომ თქვენი წარსული არ არის განაჩენი თქვენი წარსული არის გამოცდილება და მაშინ იწყება შენი ცხოვრება როცა იღებ გადაწყვეტილებას რომ მე ასე უნდა ვიცხოვრო და არა რაღაცეების მსხვერპლი როცა ხარ და მიყვები დინებას ამიტომ არასოდეს არ გვიან დაიწყო თავიდან ცხოვრება და გადაწყვიტო რომ ხო დღეს მე ვარ ეს და მორჩა ეს რა საოცარია გამოცდილება რომ ვერ მაინც გამოცდილება მიიღო მაინც ვერ ისწავლა მანამდე გვანჯღრავს ღმერთი სანამ არ გვასწავლის და ერთი უცნაური რაღაც მინდა გითხრა ბებია ჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე რომ მიმითითებდა ადამიანებზე ნახე იმას ესე რომ დაემართა ნახე იგივე არ დააგემართოს და მიდრეკილება თუ არ ვიცი ეს ფსიქოლოგიური თუ შთაგონება იყო
სულ მთელი ცხოვრება ვსწავლობ სხვის შეცდომებზე, რომ მე მსგავსი არ უნდა დამემართოს. ძალიან იშვიათი და ძალიან კარგია. ოღონდ მე ის რომ ჩემი გამოცდილებით მე არ მაქვს ეს. ნუ შეცდომებს როგორ არ ჩავდივარ, თან ცოტა რომ მინდა რომ ჩავიდინო. ოხ, რა ძალიან ტკბილია. კარგია. მე სულ ვამბობ, რომ დაუშვით რაც შეიძლება ბევრი შეცდომა. იმიტომ რომ შეცდომა თუ არ დაუშვი, ვერ გაიგებ რა არის შეცდომა და რა არის სწორი ელემენტარული. ხო, რა ვქნა, მე მაინც იშვიათად ვუშვებ შეცდომებს. ხანდახან სასიამოვნოა. თავად მიხვდით, ხო, რა საინტერესო სტუმარი მყავს და ერთი რამე მინდა გითხრათ. ადამიანები როგორც კი საკუთარ თავს შეიცნობენ, აუცილებლად მათ ყველა სურვილი შეუსრულდებათ, იმიტომ რომ გაიგებენ, მათ შეუძლიათ თუ არა რაღაც რაც უნდათ მოიპოვონ თუ არა და თეკლა გეთიაშვილი არის ჩემი სტუმარი. თეკლა, სწორად ვთქვი? კი, ნამდვილად. ამ შემთხვევაში არის გაიცნო, მიიღო ჯერ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც არის ჯერ, რომ ვიცოდე ბაზა რა არის, რაზე ვდგავარ და თუ რამე მაგ გამოსასწორებელი საიდან ვიწყებ. და მერე დავიწყო კომუნიკაცია საკუთარ თავთან. დავუმეგობრდე და ყველაფრის მოსმენა დავიწყო. ეს მე რატომ მემართება არა? რატო დამემართა? აბა ეხა ეს ასე ჯობდა თუ ასე? ეს გააკეთო, შემდეგ მიიღო ადამიანები ისეთები როგორებიც არიან და არავით არის რაც შენს თავზე ხდება იგივე არა რომ მე როგორ შევცვალო არავითარ შემთხვევაში არავის შეცვლა შეიძლება საკუთარი თავის გარდა და მიიღო ისეთები არის რა ადამიანი რომელიც მე გულს მტკენს მე ის კი არ უნდა გავამართლო იცი იმიტომ ატკინა ეხლა და ეპატება არა ის იმის პრობლემაა და ეს არის მე გადავწყვეტ კონკრეტულ მოცემულ მომენტში გადავწყვეტ ის საპატიებელია თუ არა მე პირადად ყველას პატიებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობას ვაგრძელებ. აღარ ვაგრძელებ ურთიერთობას. ძალიან კარგი გამარჯობა, სადაც შემხდება, შეიძლება ვერც გაიგოს. აი, ყოფილან რომ უთქვამთ, რომ აი სად დაიკარგვა, მე რა ვიცი, გამოვჩდები, მithქვამს, მაგრამ უკვე დისტანცია, იმიტომ რომ ვუფრთხილდები მას პირველ რიგში, ჩემთან ურთიერთობაში, რომ კიდევ უფრო მეტად არ მეწყინოს რაღაცეები და არ შემეცვალოს წარმოდგენა. აი ახლა გაიფიქრა, რო არ გამოჩნდა იმიტომ, ეხლა ხო ჩემო მეგობარმა თქვა ესე, რაღაცაზე ვლაპარაკობთ და მანამდე ზუსტად ესე არ ვჩანდი და ოღონდ მანამდე რაღაცაზე ცოტა ვიკამათეთ რა, რომ არ ახარ მეთქი სწორი ესე რატო გააკეთეთ თქო და ეხლა თუ ვიყურებს აუცილებლად ვიხდება და მე რაღაციდან თქვი რომ მე წამოვედი მეთქი აღარ საქმიანობ თქო და მე არაუხსენიო რომ მოვყევი რომ უბრალოდ ეს იყო მეთქი არაუხსენიო და საიდანაც მოვდივარ მეთქი არავის არ უხსნი რაღა აზრი აქვს მეთქი და ესე იგი რომ მეკამათეო კარგია ჩემგან ჯერ არ მიდიხარო და ხო რაღა ხო მეც უკვე თავისთავად ვისწავლე ოღონდ. კი ბატონო, ამას დასწავლე. და თან კიდე ჩემსას რა საფუძველი აქვს, იცი? აი დაუშვათ ვიღაცა სადღაც წავიდა, ჩემი ახლობელი, რომელიც მიყვარს. გაფრინდა, დამირეკე რომ ჩაფრინდი. იმიტომ რომ მე მართლა მედარდები და აი რო არ დამირეკე. ერთხელ, ორჯერ, მერე რაღაცა მოხდა, ვიგებ სხვისგან რომ სასწაული რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში სიახლე და მე ვერ გავიგე. ანუ მე არ ვარ მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. ხო, აი ეს და აი ითიშება. რამდენად დაკვირვებული ხარ? ზოგადად? ხო. ძალიან. ხარ? ვარ, ოღონდ რაღაცებს ვატარებ. მაგრამ რაღაცას ვერ მიხვდი. ეხლა ხო, ნუ დღეს რომ მოხვედი რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაგრამ არ გაამახვილე ყურადღება. აბა მითხარე. გადაცემის შემდეგ დარეკვაზია ლაპარაკი? არა. ეგ ძალიან მოუხდა, მაგრამ მაგასაც ახსნა. არა. აბა? არა. ვერ მიხვდი და მე ეს მომწონს. ალალად გეუბნები. როცა შემოვედი, მე მითხრეს, რომ ლამაზი ფერის პერანგი მაცვია და გაეთანხმე. და მე კიდე სპეციალურად ჩავიცვი შენი თვალების ფერი. აი ვერ ვიხდი. მეთქი რას იცახი. და მე აუცილებლად უნდა გაჩუქო. ვაიმე. სიყვარულის ბულავკა, სარჭი. არ ვიცი. მოვა ჩემთან სიყვარული. არ ვიცი ქართულად
როგორ არის? ვაიმე რა ლამაზია. არის იცოდი რომ ეს უნდა მწმოდა? ეს ფერი რომ უნდა მწმოდა? არ ვიცი, თავისით წამოგიღე. და თან ღია უნდა აჩუქო. აჰა. მე ხომ უნდა აუცილებლად. იცი რა არის? ძალიან დიდი მადლობა. რა ლამაზია. საიდან შეიძლება რომ ულამაზეს აი ამას ვატარებ ყველგან დაინახავ რომ მიკეცია. ძალიან კარგი. ესე იგი, მოკლედ, მე მართლა ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხი მაწუხებს, ვერ მხედავს ახლა ჩემი მსვენელი, თუმცა სოციალური ქსელი აჭრელებულია, ფეხზე, მარცხენა ფეხზე მომტყდა 2 თითი და კარგად მიდის შეხორცება და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს ექიმს. საოცარი ადამიანია, ახალგაზრდა ბიჭი, ისე შთაგონებით მიხსნიდა ყველაფერს, აი დამანახა სად, როგორ, რანაირად და მე როგორ შემიხორცდება გიორგი მანაგაძია, ჩემი ექიმი. ჩვენ ყველა ვიცნობ ჩორიდან, შენგან. ხო და მე მინდა მთელმა ქვეყანამ გაიცნოს. Facebook-ზე ყველა მიცის უკვე ვინ არის. და ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და არ გაგიკვირდეთ, თუ ძალიან ბევრჯერ მოისმინოთ ჩემგან მადლობა. მოკლედ, დავემშვიდობოთ ჩვენს რადიო მსმენელს, ტელემაყურებელს, Facebook გვერდის მაყურებელს და მომავალ პარასკევს დაგიბრუნდებით.